ზემო რაჭის ორი სოფლის ღარისა და კვაჟეს წარმართულ დღეობას საჯვარეობას აღნიშნავენ. ადგილობრივებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით მთავარ ანგელოზმა ეს ადგილები ცხენით გაიარა. 3 ადგილას შეჩერდა და შემდეგ საჯვარეს მთის კლდეში განმარტოვდა. ამ ამბავს ერთი ღარელი კაცი შესწრებია. მას შემდეგ სოფელ ღარსა და მთლიანად ზემო რაჭაში ყველა მამაკაცისთვის სავალდებულოა ეს გზა განვლოს. წელს დღეობის მონაწილეებს დროების ჟურნალისტი ზაზა წულაძე და ოპერატორი ლევან ლეკიაშვილი ახლდნენ და ახლა ერთად ვნახავთ, როგორ აღნიშნეს რაჭველებმა და ოსებმა საჯვარეობა ჯავის რაიონში. როცა ბროლაშვილებში ცხენს ჭედენ, ორდენიძეებში კი სალოცავში წასაღები განატეხი და ლობიანი წვება, ზემო რაჭაში წარმართული დღეობისთვის სამზადისი კულმინაციას აღწევს. საჯვარეობის ძალმადამადმა დალოცოს ეს ოჯახი, ჩვენი ოჯახები, აქ მობრძანებული ოჯახები. საჯვარეობა სოფელ ღარში უქსოვარი დროიდან აღნიშნავენ. ამ დღეს ღმერთს ოჯახის, სოფლის, კუთხისა და სამშობლოს ბედნიერებას ავედრებენ. ღმერთო უფალო, ჩვენო დიდო თავარანგელო, შენ შეეწიეთ, ჩემ მონაგარ, შენ მიეცი ჩემ ცხოვრებას დოლეთი და ბარაკა. საუკუნეების განმავლობაში ერთი პატარა სოფლის რიტუალი ზემო რაჭის დღეობად გადაიქცა. ცხენოსნები ღარში სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან. 40 წლის წინ გადაღებულ ფილმზე ყველა სოფლის ცენტრში იკრიბება. ქალსაც მხოლოდ აქ შეეძლო ცხენზე დაჯდომა. მანდილოსანს მაშინაც და ახლად სალოცავში წასვლა კატეგორიულად ეკრძალებოდა. დინარე ღარულას ხეობის ავლით უკვე ჯავის რაიონში ხვდები, სადაც 16 წელია ხელისუფლება სეპარატისტების ხელშია. გაუმაჯოს, რა ვახარ, ჩეგეციოთ. აქაურებისგან ვიგებთ, რომ ოსური სამხედრო ნაწილი ტყეში დგას, თუმცა მშვიდობა საჯვარეობის დღეს ოსებისა და რაჭველების დაუწერელი შეთანხმების შედეგია. აი შეგავა. რატო არ გუდგა? დავიდი, არ ამპატიჟომ და რანაირად მოვიდე. დამპატიჟე და მოვალ. აი ღვინო არის მაგრამ. იყო დრო ოსები რაჭველებს ასე ხვდებოდნენ. ომის შემდეგ ურთიერთობები ნელ-ნელა ლაგდა. ჩოთა და ელინორას დავაჯარი მე ახლა. გავაგაგი მას, კარგად ხარ, სიჟაც ხარ. სიჟადაბასი დაფასებული იყავი და ჩაჯექი. მოგაგი ხარ რა სიჟა. კაც. თან ერთად მინდა ხარი. ავწინა დავიჭი რა. დაგლოცო. შეგეციო. ამათ ერთი კვირით ადრე აქვს დღესასწაული და ჩვენ მე ერთი კვირის შემდეგ ვიხდით ხოლმე ამ. დიახ ადრე ერთი. ესენი ადიან მაღლა მთაში, სადაც ჩვენ მივდივართ ეხლა და
იქ ხდება ყველაფერი მოწესრიგებული, გაწყრიალებული, გაბზიალებული, მაგრამ დღეს რაკი თოვლი არის შეიძლება იმის გამო რომ თოვლის გამო ყველაფერი არ იყოს ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ არა უშავს. ესენი მაინც ჩვენი კაი ხალხი არიან, ჩვენი შინაურები არიან, ჩვენი ერთი ვართ, ხეობის ხალხი არის და ერთი ვართ ჩვენ. ხუასია შოთა. მაგრი არის. ასია და პირველი სანთელი ინთება, პირველი სუფრაც აქიშლება. ადგილს ნასაყადრი ჰქვია. ლეგენდის მიხედვით პირველად მთავარანგელოს აქ შეუსვენია. ცეცხლოვანი რასე ამხედრებული მთავარანგელოზი დაჭერდა ნასახლში, დაისვენა და მისი ცხენის ფლოქვები აი ზემოთ ქვაზე დღესაც ჩანს. იმის მერე იმან გააგზელა გზა და ღარველი კაცი ვინ იყო, სულ ერთია, მეგვარე იყო ჩვენი თუ ვინ იყო, ღარველი იყო, მიყვა ბოლომდე და სადაც ჩვენ ავდივართ, იქ კლდე გაიხსნა და მთავარანგელოზი თავის ცხენიანა შევიდა და ის არის ჩვენი სალოცავი და ის არის ის კლდი არის დღესაც ღიაზმო. ტრადიციულად რაჭველები მანქანებს ოსურ სოფელ კოსში ტოვებენ. სახელდახელოდ აკრეფილი ფულით შესაძლოსაც აქ ყიდულობენ. შემდეგ უღრან ტყეში 5 კილომეტრიანი სვლა იწყება.